ცეცხლსასროლი იარაღი 5 მჭიდი 161 ცალი ვაზნა 3 ხელყუმბარა სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება მათ შორის ტროტილი და პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები ეს ISIS-ის მეთაურის ახმედ ჩატაევის დაჯგუფების მიერ დამალული იმ იარაღის საბრძოლო მასალის და ასაფეთქებლების ჩამონათვალია რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარედ ტყის მასივში მოწყობილ სამალავში მიაკვლია. ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ 2017 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსის კონტრტერორისტულ ცენტრში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაჯგუფების კუთვნილი საბრძოლო მასალის ნაწილი მათი განეიტრალების შემდეგ წლების განმავლობაში ინახებოდა წყაროს მიერ მითითებულ ადგილას. სუსის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერის ახმედ ჩატაევის იგივე ცალხელა ახმედის დაჯგუფებამ საბრძოლო მასალა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე გადამალა. ორდღიანი სპეცოპერაცია 2017 წლის ნოემბრით თარიღდება. მაშინ ჩატაევი და მისი რაზმი საცხოვრებელ კორპუსში გამაგრდა. დაჯგუფებამ დანებებაზე უარი თქვა. სპეცდანიშნულების დანაყოფს ჯერ ხელყუმბარები ესროლეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. 20 საათიანი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ჩატაევმა ბინაში თავი აიფეთქა. ახმედ ჩატაევმა საქართველოს 2012 წელს დატოვა და ISIS-ში გაწევრიანდა. მისი სახელი არაერთ ტერორისტულ აქტს უკავშირდება, მათ შორის სტამბოლის ტერაქტს. უსაფრთხოების სამსახური ახლა კახეთის ტყეში იარაღის დამალვის მოტივს სწავლობს. საქმეზე გამოძიება 5 მუხლით მიმდინარეობს.